ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად დაცული ტერიტორიების სააგენტო ახდენს სტატისტიკის წარმოებას და ტრენდის დაკვირვებას, თუ როგორ ხდება ვიზიტორთა დინამიკა ყოველ თვიურ მიმართებაში. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 6 თვიან დინამიკაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად 17%-ით არის გაზრდილი, რაც გვაძლევს იმის პროგნოზების გაკეთების საშუალებას, რომ წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც წინ კვლავ ისევ ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და აქტიური ტურისტული სეზონია კიდევ უფრო გაიზრდება. ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა ამ პერიოდში განსაკუთრებით უფრო საინტერესოა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა დაცულ ტერიტორიას გვაძლევს საშუალებას სხვადასხვა ემოციებით ავივსოთ და ვიმოგზაუროთ. ქვეყნებს რაც შეეხება, როგორც კი აღნიშნეთ, პოლონეთი, ინდოეთი, ბელორუსია, რუსეთი, ისრაელი, ეს არის ტოპ 5 ქვეყანა, თუმცა ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნებიდან, რომლებიდანაც ტრადიციულად ველოდებოდით ხოლმე ვიზიტორთა ნაკადებს, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მათ შორის გასმით აღნიშნავთ ხოლმე სპარსეთის ყურის ქვეყნებს, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა განმეორებითი ვიზიტებით ფიქსირდება, განსაკუთრებით საუდის არაბეთიდან, საიდანაც ვიზიტორები არაერთ დაცულ ტერიტორიას სტუმრობენ. რა იგულისხმება განსაკუთრებით ველოდებოდით? ამ ქვეყნებიდან ტურისტები არიან უფრო მხარჯველუნარიანები და ამიტომ ველოდებოდით თუ რა მოიაზრება ამაში? რომელ ქვეყნებზე აკეთებთ აქცენტს? ზოგადად, როდესაც ვახდენთ ხოლმე სეგმენტირებას და სამიზნე ბაზრების ანალიზს, ვახდენთ ხოლმე მათ სეპარირებას ორი მიმართულებით ქვეყნები, საიდანაც ველოდებით გაცილებით უფრო ბევრ ვიზიტორს, მაგალითად ჩინეთი, ინდოეთი, ესენია ესეთი ქვეყნები, სადაც ძალიან ბევრი მოსახლეობაა და მოგეხსენებათ ამ ქვეყნების მცირე პროცენტის საქართველოში ჩამოყვანაც კი მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს აძლევს რეგიონს. მეორე მხრივ კი აქცენტს ვაკეთებთ ქვეყნებზე, რომელიც მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან, ესეთი არის თადაც სპარსეთის ყურის, ასე ვთქვათ, გალფის ქვეყნები, საიდანაც გაერთიანებული არაბთა ემირატებიდან, საუდის არაბეთიდან საკმაოდ მაღალ მხარჯველუნარიანი ვიზიტორები შემოდის, რაც ასე ვთქვათ, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია იმისათვის, რათა განვითარდეს რეგიონალური ეკონომიკა. ცხადია, როდესაც ვსაუბრობთ მხოლოდ ტურიზმის განვითარებაზე და ეკოტურიზმის განვითარებაზე, აქ ჩვენ მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას არ გულისხმობთ, აქ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ისინი, ვინც დაცული ტერიტორიების მიმდებარე ცხოვრობენ, შეექმნათ ის შესაძლებლობები, რაც მათ ეკონომიკური შემოსავლების მიღების საშუალებას მისცემს. ზოგადად, თუ არის ცნობილი, საშუალოდ რამდენს ხარჯავს ერთი ტურისტი ვიზიტის დროს? მე რამდენადაც მახსოვს, ამაზე ადრე კვლევაც იყო ჩატარებული და რომელი ქვეყნიდან რომელი ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ ყველაზე მეტს, ასე ვთქვათ. დიახ, ამ კუთხით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად ახდენს კვლევის ჩატარებას იმისათვის, რათა თითოეული ვიზიტორის საშუალო დანახარჯის გამოთვლა მოხდეს საქართველოში მათი ვიზიტის დროს. შეიძლება ითქვას, რომ 800-900 ლარი ითვლება საშუალო დანახარჯად ერთ დღეზე ვიზიტორთა მხრიდან გაწეული ადამიანზე, თუმცა აქაც რა თქმა უნდა განსხვავდება ვიზიტები ქვეყნების მიხედვით. ამიტომ აღნიშნე მაღალ მხარჯველუნარიანი ქვეყნები, მაგალითად ყურის ქვეყნები 2500 ლარსაც კი აღწევს ერთ დღეში ერთი ვიზიტორის მიერ გაწეული ხარჯები. ასევე მაღალ მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან ისრაელიდან ვიზიტორები, ყაზახეთიდან, შედარებით უფრო ნაკლებ მხარჯველუნარიან კატეგორიაში გადის მაგალითად უკრაინა, პოლონეთი და სხვა ევროპის ქვეყნები, რომლებიც ძირითადად სალაშქრო მიმართულებით ჩამოდიან საქართველოში და მთაში რჩერდებიან. ამგვარად, სწორედ როდესაც საუბრობთ სეგმენტაციაზე, სწორედ ამას გულისხმობთ. ინდოეთი, ჩინეთი, ეს არის ქვეყნები, საიდანაც მასიურად ბევრი ვიზიტორის ჩამოყვანის შესაძლებლობაა და მასიურ აქცენტი გავაკეთოთ, მაშინ როდესაც გალფის ქვეყნებიდან მცირე რაოდენობა, თუმცა უფრო მაღალი დანახარჯების გაწევის საშუალება მივცეთ. აუცილებლად მინდა გკითხოთ დაცული ტერიტორიების ტოპ 3-ეული ან 5-ეული რომელია, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტებიც. ამ კუთხით გამოვყოფდით ბუნების ძეგლებს, პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლიოს აღკვეთილი, ისევე როგორც წალკის კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი და მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც შეიძლება ითქვას ტოპ მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს წლის განმავლობაში, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ნაკადების დივერსიფიკაცია, მაქსიმალურად სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე გადამისამართება, რათა ერთი მხრივ მათ მიეცეთ საშუალება, რომ უფრო მეტი დაცული ტერიტორიები მოინახულონ, მეორე მხრივ კი, როგორც უკვე საუბრობდით, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შეუწყოთ ხელი.
ქართველი და უცხოელი ტურისტების რაოდენობა თითქმის თანაბარია, ხო? 49% ქართველი სტუმრობდა დაცულ ტერიტორიებზე, 51% უცხოელი. ბოლო წლების განმავლობაში თუ შეიცვალა ეს სტატისტიკა, რამდენად გააქტიურდნენ ქართველები ან პირიქით რამდენად აჯობეს ტურისტებმა ქართველებს დაცული ტერიტორიების მონახულების მიმართულებით? ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ვიზიტორთა მხრიდან დაცულ ტერიტორიების მონახულება ყოველთვის ძალიან მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა, რაც გვაძლევს იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ საქართველოს ჩამოსული ვიზიტორებიდან ძალიან დიდი ნაწილი სწორედ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას ანიჭებს უპირატესობას. შეიძლება ითქვას, რომ 50%-ზე მეტი ყოველწლიურად დინამიკაში თუ შევხედავთ, სწორედ უცხოელი ვიზიტორები იყვნენ ხოლმე, თუმცა ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით COVID პანდემიის შემდეგ ძალიან გააქტიურდნენ, მათ ბუნებაში მოგზაურობა უფრო აქტიურად დაიწყეს, განსაკუთრებით სარელაქსაციო საკონსერვაციო მიმართულებით ახდენენ ისინი მოგზაურობას, ლაშქრობას, ამ კუთხით ჩვენც მოგვეცა სტიმული იმისათვის, რათა უფრო მეტი სალაშქრო მიმართულებები გაგვევითარებინა, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს დავასრულეთ დაახლოებით 1200 კილომეტრამდე ბილიკების ქსელის მოწყობა დაახლოებით 15 დაცულ ტერიტორიაზე და დღეს უკვე ვიზიტორებს აქვთ საშუალება, რომ მოინახულონ აღნიშნული ბილიკები, დარჩნენ მათ შორის ღამისთევით კოტეჯებში, საპიკნიკე, საკემპინგე სივრცეებით ისარგებლონ და მოინახულონ ის დაცული ტერიტორიები, რომელიც აქამდე შეიძლება მათთვის საკმაოდ რთულად მისაწვდომი ადგილსაც კი წარმოადგენდა. თუ ჩემთვის სწორად არის ცნობილი 88 დაცული ტერიტორიაა დღეს. 100 დაცული ტერიტორია. რამდენ დაცულ ტერიტორიაზე არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი, სადაც ტურისტებს შეუძლიათ რომ გაილაშქრონ და დაათვალიერონ? დაცულ ტერიტორიებს თუ ვისაუბრებთ, უშუალოდ 100 დაცული ტერიტორია დღეს მდგომარეობით დაარსებული, ეს დაახლოებით ქვეყნის 13%-ს მოიცავს. ამ კუთხით შეგვიძლია გამოვყოთ ბუნების ძეგლები, სადაც ინფრასტრუქტურა უფრო მეტად არის მოწესრიგებული, გულისხმობ მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლიას მღვიმე, ისევე როგორც თეთრას მღვიმე, ოკაცეს კანიონი. ამ კუთხით ვიზიტორთა რაოდენობა და ნაკადები დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ დღეში 2 ან შესაძლოა 3 ბუნების ძეგლის მონახულებაც კი შესაძლებელი გახდეს. მეორე მხრივ, სალაშქრო მიმართულებები, ბილიკები დაახლოებით 15-ზე მეტ დაცულ ტერიტორიაზე ეროვნულ პარკებში არის განვითარებული. ჯამში 75 ბილიკია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ფაქტიურად ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიმოგზაუროთ. დღეს მდგომარეობით მიმდინარე პროექტი გვაქვს რაჭის, კვერეთის, ტანას და ერუშეთის მიმართულებით, ასევე გურიეს ეროვნული პარკისთვის დაიწყება უახლოეს პერიოდში ბილიკების ქსელის განვითარება და ვფიქრობთ უკვე მომავალ წლებში 2 წლიან პერსპექტივაში უკვე მოგვეცემა საშუალება, რომ ვიზიტორებს ამ დაცულ ტერიტორიებზე უკვე კეთილმოწყობილ ბილიკებზე მოგზაურობის შესაძლებლობა მივცეთ. თუმცა დღეს მდგომარეობით, რა თქმა უნდა, პარკი ფუნქციონირებს, იქ ტრადიციულად არსებულ ბილიკებზე გადაადგილება დაშვებულია, არ იკრძალება, თუმცა მე ვსაუბრობ უფრო კეთილმოწყობილ ბილიკებზე, სადაც კოტეჯებიც დახვდება, საპიკნიკე სივრცეები და ვიზიტორთა ცენტრები, რასაც ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე, რომ სანამ ლაშქრობას დაიწყებს ვიზიტორი, პირველ რიგში რეკომენდირებულია, რომ სწორედ ვიზიტორთა ცენტრებს ესტუმრონ, მიიღონ პირველადი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციები და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყონ ლაშქრობა.